გვარების წარმოშობა უძველესი დროიდან იღებს სათავეს და საქართველოც როგორც იმ ძველ ცივილიზაციათა შემოქმედი ხალხის ქვეყანა ღრმა ფესვების მქონე გვარებით იწონებს თავს. ჩვენი გვარებიც როგორც ბევრი სხვა ხალხებისა ძირითადად ადამიანთა სახელების, მეტსახელების, სადაურობის პროფესიის და სოციალური მდგომარეობის მიხედვით წარმოიშნენ. პირველი ნაშრომი ქართული გვარების წარმომავლობის შესახებ გამოჩენილ ქართულ მეცნიერსა და მწერალს ვახუშტი ბატონიშვილს ეკუთვნის. გადაცემაში ვისი გვარის ახალ ვეცდებით გავარკვიოთ თქვენი შენი გვარის ისტორია. გადაცემა ვისი გვარის ახალ დღეს სვანეთს სტუმრობს და ძალიან საინტერესო სტუმარი ქალბატონი დალი ფალიანი არის ჩვენთან. ქალბატონი დალი მოგესალმებით. მოგესალმებით. გვაინტერესებს თქვენი გვარის წარმომავლობა. ფალიანი. ფალიანი თვითონ გვარი თვითონვე ამბობს თავის სიტყვას. იან საერთოდ სვანეთში ყველა გვარი, რომელიც იანზე მთავრდება და შემდგომ ძეზე მთავრდება, არის რა თქმა უნდა ცის ღვთაება. იმიტომ რომ მაცხოვარი არის უფლის ძე. ამიტომაც ესენიც ესე არის. სვანთა გვარები იანზე მთავრდება და იანის ეკლესია მთელ საქართველოში დგას მხოლოდ სვანეთში და ეს არის ლატარში. სადაც საღვთო დღესასწაული იმართება და თვალის ჩინის მხედველობის ჯანმრთელობისათვის აღავლენენ ლოცვას. ძალიან საინტერესო. ძალიან ისე ხშირად ხდებოდა თურმე რომ აღქმასაც დებდნენ რომ თავიანთ ამა თუ იმ სოფლიდან იანის ეკლესიამდე ფეხით მისულიყვნენ რომ მათთვის თვალის ჩინის ჯანმრთელობა შეენარჩუნებინა. ჩვენ ქვეყანას კავკასიონი აკრავს გარს. კავკასიონი რომელიც იდუმალებით არის მოცული, არავინ არ იცის მანდრა ხდება. ეს მხოლოდ უძველესმა სვანებმა იცოდნენ, რომლებიც ნებისმიერი მეცნიერისზე უფრო მაღალ დონეზე იდგნენ თავიანთი ყველანაირი გამოცდილებით. რა თქმა უნდა, მათ გამოცდილება ბუნება აძლევდა ამ ყველაფერს და შესაბამისად ჩვენ რო თვითონ კავკასიონი ჩავშალოთ. კა არის ერქვანი. კა არის ფიქალიქვა. სიონი არის სამება, რომელიც ჩვენვე გვხვდება. ამიტომაც სვანებს, რომელთაც ქუდი ახურავთ სვანური და რომელზეც ბოლნური ჯვარი არის გამოსახული, მას თავზე აქვს კუნჭული. აი იმ კუნჭულით და იმ ბაწრით ის ზეციურ სამყაროს უკავშირდება. ეს ყველაფერი ყოფითი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი რაც იყო სვანეთისათვის უძველესი დროიდან მოყოლებული თვითონ აი ამ ქუდის ფორმაზეც გამოისახა. რაც შეეხება თვითონ ჩემს გვარს, ფალიანი. ფუსტის ეკლესიები, ფუსტი არის უფალი ღმერთი, რომლის სახელობის ეკლესიები ჩვენ არსად არ გვხვდება გარდა სვანეთისა. აი მაგალითად მესტიაში აგერ ჩვენი ლანჩვალი არის ეს სოფელი, იმის თავზე არის ახალია შენ. ახალი როგორ მე-12 საუკუნის აშენებულია, მაგრამ ახალია. ხო, ახალია, იმიტომ რომ იმის ცოტა ზემოთ არის კიდევ ნაეკლესია არის, ისიც ფუსტის არის. საოცრება ის არის რომ აი ეს ღვთაებათა იერარქიებით დატვირთული ეს სვანეთი თითქმის ყველა სოფელზე აი მაგალითად ფუსტის ეკლესიები და მთავარანგელოზთა მთელი ეკლესიები ყველა სოფლის თავზე დგას და დარაჯებით გადაჰყურებენ ერთმანეთს. ფარიდან ფარში არის კაიშის მთავარანგელოზის ეკლესია და ეს ამ ღვთაებასთან ლოცვას აღავლენენ მეწყრისა და ზვავების უსაფრთხოებისათვის შესაბამისად. აი ეს ფარის კაიშის მთავარანგელოზი გადმოჰყურებს ცხუმარში ლაბსყალდის მთავარანგელოზს. ლაბსყალდის მთავარანგელოზი ბეჩოს მეზირის მთავარანგელოზს ის ლატალისას გადაჰყურებს. ლატალი ლენჯერს, ლენჯერისა მესტიას, მესტიისა მულახს, მულახი კიდევ გადაჰყურებს უღვირს. უღვირზე უშკულში მიმავალ გზაზე უღვირის მთავარანგელოზის ეკლესია დგას. აი იქ უკვე მთელი კომბინაცია იქმნება და მერე უკვე ლაგურკა. ეს ტყუილა არ იყო გათვლითი სისტემა ესე ჩამჯდარი კავკასიონის ქედზე.
და შესაბამისად სწორედ აი ამას წარმოადგენს დეკლარაციას და ერთგვარ კომბინაციას ქმნის. კი, რა თქმა უნდა, ბუნებრივია. ესევე როგორც ეს დამახასიათებელი როგორც აი ზემო სვანეთისათვის ზოგადად ეს პირობითი სახელწოდება არის, იმიტომ რომ სვანეთი ერთიანი სისტემა იყო, არასდროს ყოფილა ქვემო და ზემო, ეს ბოლშევიკების შედეგი იყო, როდესაც შედეგი გადიმისა, გაყოფა იმისა, რომ 1875-16 წელს ხალდეს აჯანყებას ეძახიან, მაგრამ ის აჯანყება არ იყო, ის იყო ღალატი. იქ გაცნობიერებული არის, რატომ სვანები ღალატს ეძახიან მას, მაგრამ მეცნიერებაში დაიმკვიდრა აჯანყებამ და ნუ ეხლა სოციალური ფენა ზოგადად ასე განმარტავს აჯანყება, მაგრამ აჯანყება არ არის. ჩემი გვარი სწორედ აი კავკასიონსაც შევეხეთ, იალბუზი წმინდა მთა ხო არის, გორგასალსაც შევეხეთ. ხალხური ლეგენდაც გვაქვს ჩვეულებრივად ლექსი იალბუზე ფეხი შედგა დიდმა მთებმა იწყეს დრეკაო. სწორედ ეს იალბუზი არის და ის ხვამლის მთა არის, ის უძველესი წმინდა მთა, სადაც მახშები ფუსძელებს გადასცემდნენ სწორედ იმ საგანძურს იმ სიწმინდეებს, რომელსაც ისინი იცავდნენ. ეს ფუსტელები იყვნენ, ფუსტი ჩვენ გვხვდება როგორც რაჭაში ჩვეულებრივად, ქვემო სვანეთშიც, აი მაგალითად, ქვემო სვანეთში არის ესეთი დღესასწაული ფუსნატაბლა, ანუ სუფრის გაშლის საღვთო დღესასწაული. ესეთი დანიშნულება აქვს ზოგადად მთელ სვანეთს. ასევე არის, ყველგან არის ესეთი, აი მაგალითად, ხუთშაბათს უშკულში არის ლივსხვარი. ლივსხვარი ფუსტის დღესასწაული არის ესეც. ლივსხვარი ეს არის, იცით, დაუმორჩილებელი მოზვერი ხარი, სახარე, რომელსაც ჯერ კიდევ უღელი არ დადგომია. ხო. და შესაბამისად მას შეეძლო გადაეთელა ნათესებიც, ყანებიც, ყველაფერი, უბრალოდ ხმას არავინ არ ეღებდა, იმიტომ რომ ის იყო ფუსტის საღვთო ცხოველი. და შესაბამისად საღვთო შესაწერი, რომელსაც უფლებამოსილი იყო ბევრი რამ დაეშავებინა. აბსოლუტურად ყველაფერი. ასევე არის მესტიაშიც მაგალითად ლიღნვარი არის, ლიღნ არის საღვთო დღესასწაული. და ეს მოდის ჩვენი ასომთავრული ანბანი ღანიდან. ღანს ასრო შევკვეცავთ, ღნი გრჩება შესაბამისად. ესევე არის ლატალშიც მაგალითად, იქ საოცარი სახელი ჰქვია მთლად. ფუსტის სანურად კარგად ითქმის და თუ უფლებას მომცემთ, ნამდვილად ვიტყვი. ფუსნა თეთნე ხანი ლითვალ, ანუ უფლის თეთრი ხარის დაბადების დღე. რატომ მოვყევით ფუსტს? ფუსტი არის უფალი ღმერთი ზოგადად. უფალი, ანუ რო გამოაკლოთ, გვჩება ფალი. ამავე დროს ფალი, ალი, ეს არის მზის ნათება, მზე იმპერატორი არის, მზე უპირველესი არის, რომელიც ყველანაირ იმას გვაძლევს შესაბამისად და რაც შეეხება, როდესაც ფუსტელები შეიკრიბნენ, სწორედ აი ამ უფალი, ანუ მზიდან ჩამომავალი ასეთი ცის ღვთაებასთან დაკავშირებული ასეთი გვარიც ზოგადად წარმოიქმნა და როდესაც აი მაგალითად უწერიათ არაერთ მეცნიერებს თუ საიდან შეიძლება მოვდიოდესო ჩემი გვარიო და ამბობენ ამასაც რომ როდესაც აი არის ესეთი მწერალი თამარა სანიშვილი ისტორია იწყება იბერებიდან ესეთი წიგნი აქვს მას გამოშვებული სადაც წერს რომ ფალიანების გვარიო მოდისო სწორედ იმ 9 ქურუმთაგან რომელმაც ასომთავრული ანბანი დაფლეს, როდესაც შუმერებს ჯერ კიდევ ებრაელები დაესხნენ თავს, აი სწორედ ებრაელებისთვის რომ დიდი ხნის ისტორია არის ძალიან. ანუ ებრაელებისთვის რომ დაეფარებინათ ეს ყველაფერი, ამიტომ დაფარული დამალული გახდა ეს და ამიტომაც არის ამ ერთ-ერთი ქურუმთაგანი ჩამომავალი და ესენი ქურუმები ბუნებრივია განდობილები იყვნენ, ბერები იყვნენ და შესაბამისად ნესტანის გვარიც სწორედ აი ამ ბერებიდან მომდინარეობს შემდგომში ბერი ანი. ანუ იმ უძველესი ბერების შესაბამისად გვართა ჩამომავალი არის, ანი კიდევ ცის ღვთაება არის, მე თქვენ მოგახსენეთ და ასე შემდგომ. ზოგადად
ანი და ძე წეღანაც გითხარით არის სვანთა გვარებისთვის დამახასიათებელი ნებისმიერ ყოფით ცხოვრებაში. ესეთი შარდენფალიანი, რომელიც ამბობდა, რომ სვანთა განსახლება მთელს ტერიტორიაზე 9-ჯერ მომხდარაო. და მე აბსოლუტურად ვეთანხმები, როდესაც სტრაბონი ამბობს, ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის 68 წელს და ახალი წელთაღრიცხვის 24 წელს, რომ სვანებსო შეუძლიათ 200,000-იანი ლაშქრის შეკრება. ძალიან დიდი ციფრი არის. განაგებენ 300 კაცისგან შემდგარი საბჭო, კი ბატონო, ძალიან დიდი ციფრია და ახლა უბრალოდ წარმოიდგინეთ, მარტო ლენტეხი და მესტია ხო არ არის ეს 200,000-იანი ლაშქარს ვერაფრით ვერ შეკრებდა. მარტო ლენტეხი და მესტია, იმიტომ რომ ეს არ მოიცავდა. ეს მოიცავდა უძველეს რაჭას, უძველეს ლეჩხუმს, იმერეთს, იმიტომ რომ როგორც აკაკი შანიძე თვითონ ბრძანებს, აღმოსავლეთ საქართველოს 75% სვანურენოვანი ტოპონიმიკაა. დასავლეთი საქართველო მთლიანად სვანურენოვანი არის. და ახლა იმერეთი რო ავიღოთ, ხო, იმერეთი ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს სვანურად. აი მაგალითად მოიღრუბლა, იმერა, მოიღრუბლა და ასე შემდგომ. აი ისევე როგორც რაჭა, როდესაც რაჭა სვანეთს ჩამოართვა იმერთა მეფე ალექსანდრე მეორემ 1503 წელს არის სულთამატიანი ესეთი წიგნის სვანეთისთვის დამახასიათებელი შესწავლილია იქ პავლე ინგოროყვას. აი იქ წერია სულთამატიანეში, რომ 1503 წელს იმერთა მეფემ ალექსანდრე მეორემ საუბედუროდ ჩვენ ქართველები საქართველოს განვიხილავთ მარტო დაქუცმაცებულობის შემდგომი ეპოქით და ძირითადად შემოვიფარგლებით დავით აღმაშენებლით და თამარ გაერთიანებული მოწონს. ხო, და ეგ ცუდი არის და იყოს საქართველოს. ყველაზე კარგი ეპოქა, მე როგორც ისტორიკოს რო ვინმე მკითხოს დავახასიათებდი ვახტანგ გორგასლისას. იმიტომ რომ ყველაზე კარგი ეპოქა იყო ის ეპოქა, მან გააერთიანა კიდევაც ავტოკეფალიაც მოიპოვა. სვანეთში საკმაოდ უდიდესი საერისთავო ჰქონდა, კავკასიონსაც ძალიან დიდ პატივს სცემდა და შესაბამისად ასევე. დაახლოებით რომელი საუკუნიდან იწყება ფალიანების გვარი ისტორია? ფალიანების გვარი იწყება სწორედ იქიდან, რა დროიდანაც ქურუმები, ზოგადად ეს არის ალბათ უფრო ფარნავაზის ეპოქა, ქრონოლოგიის მიხედვით რომ მივიყვეთ, იმიტომ რომ ქურუმებმა რომელთაც ეს ანბანი შექმნეს, ბუნებრივია თავთავიანთი ის მიანიჭეს, შემდგომ ამ ანბანს გავრცობა ფარნავაზმა მისცა და ამიტომაც ეს პერიოდი არის სწორედ ის ძველი წელთაღრიცხვის მე-3-1000 წლეული დაახლოებითი მომენტი არის და აი ამ დროიდან სწორედაც ანუ როდესაც უკვე ღვთაებები ჩნდება, შესაბამისად ჩნდება ეს გვარიც, იმიტომ რომ უფალი ღმერთი, უფალიანი, ურო შევკვეცოთ, დაგვრჩება ფალი, ფალიც რო შევკვეცოთ, უფრო შევკვეცოთ, დაგვრჩება ალი. ალი მოდის მზისგან, პაპანაქება მზისგან. იგივე ჩვენი სახევო დროშა, ლემიც აქედან მოდის, ლემ, ანუ მლამ, სვანურად არის ცეცხლი, ალი. და რატომ მლამ? იმიტომ რომ მზე აძლევს ყველაფერს სიცოცხლის უნარს. და აქედან გამომდინარე, ალიდან როცა არის შემდგომი გვარის ბოლო დაბოლოება არის იანი. იანი მე თქვენ მოგახსენეთ მზის ღვთაება არის და შესაბამისად სწორედ ეს უფალიანი, ანუ უფლის, ანუ ფუსტის ძეთა შვილები არიან. მოდიან უძველესი დროიდან სხვათა შორის და ეს თვითონ ისტორიაშიც თანდათან ჩანს. მაგალითად ყიფიანები გაბატონდნენ და იმერეთითა მეფე შემოვიდა ხო სვანეთში გარკვეულწილად. ყიფიანები ბატონდებიან წვირმიში, ეს სოფელი არის ზემოთ. ზოგადად გაბატონებული ფენები იყვნენ სვანეთში, აი მაგალითად გელოვანები კალაში, სეტიელებს უნდათ მესტიაში და მაგრამ არ დაანებეს და ზოგადად სოფელმა შემუსრა ისინი. ზოგადად გაბატონებული ფენა სვანეთში არ არსებობდა.
არც არავინ არ გააბატონებდა, იმიტომ რომ თვითონ სვანეთი არის თავის უფალი. სეტიანებზე ვიცი რომ ფალიანმა გადაარჩინეს ეს გვარი. აი ამ სახში ხდება გადარჩენა. მაინტერესებს თქვენი გვარის წარმომადგენლები დაახლოებით რა რაოდენობას მოიცავენ დღესდღეობით. დაახლოებით ალბათ იქნება ესე 400-ზე მეტი, 500-ს შეიძლება რომ გაჩერდე ადამიანი. ჩვენ რო ევროპაში გადავიდეთ, ხო, და იგივე ეგვიპტეში. არაერთი ფალიანი შეგვხვდება. საკმაოდ საინტერესო არის. კი, ძალიან და სხვათა შორის მთელი ცხოვრების აი საუკუნეების მანძილზე სულ აი ვერ ვიტყვი პრივილეგირებული ფენა ან რამე ეგეთი რამე სვანეთში არ არსებობდა, ზოგადად ყველა თანაბარი იყო. იმიტომ რომ სოციალური ფორმაცია არ გაუვლია სვანეთს. იყო გვაროვნული, დარჩა გვაროვნული, არანაირი მონათმფლობელური და არანაირი ფეოდალური. აი და ამიტომაც ეს ერთიანი სისტემა მთლიანად დარჩა. ამიტომაც არის დღემდე აი საგვარეულო მორყვამები აგერ გვაქვს და საგვარეულო ეკლესიები და შესაბამისად. ამიტომაც აი ეს გვარიც იგივე ფუნქციას ასრულებდა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო დალი. ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდეთ ფალიანების გვარის ისტორიასთან დაკავშირებით და ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩემო მაყურებლებო. ფალიანი ძირძველი სვანური გვარი, რომელიც სიტყვა უფალისგან, უფალიანი მომდინარეობს. გვარი ფალიანი 9 ქურუმისგან მოდის, რომლებაც ასომთავრული ამბანი დაფლეს, როცა შუმერებს ებრაელები თავს დაესხნენ. მათი უპირველესი მიზანი იყო ამბანი ებრაელებისგან დაემალათ. ფალიანთა გვარი დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნიდან მოდის. დღესდღეობით ფალიანთა გვარი დაახლოებით 400-500 ადამიანისგან შედგება.